მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ მძიმე დანაშაულს. დღეს უნდა ვნახოთ მესამე სეზონის მესამე სერია. IFT. რა თქმა უნდა, რეკლამა და თან ხმა გქონდა ტელეფონზე. ვიშით. ახართულია ეს კურსის მეები და მაგიტო გამოძვა. ძია სერია ძალიან მაგარი იყო, მინდა გითხრათ. მაგრამ სულად გვაქვს ცოტა საქმე. ინტრუპება. შეიძლება უკეთესად გვაქვს საქმე და გასმა უთხრას ინტრუპებს, რომ დაყენდით ერთ ადგილზე და ვოცხელი არ ახოთ ჩემი ჩვენიანიაო რა. ვოლტმა კი უარი თქვა საბოლოოდ, მაგრამ გასმა შეიძლება მაინც ის ანუ გასი ასე მარტივად თავს არ დაანებებს და თან რომც დაანებოს მაინც თავისიანი იყო, თავისიანად თვლის და არ შეუძლია რომ არ შეუძლია რომ თავისიანებს მისცეს სხვა თავისიანის მოგნეს უფლება. იმედია მივხვდით რასაც ვამბობ. აი. ვნახოთ რა მოხდება, როგორ მოხდება. მე მაინტერესებს მაგალითად რას იზამს სკაილერი. იმიტომ რომ ვაუ, ამ სერიებში მაგრად ჭკვიანურად წარმოაჩინა თავი, თუმცა ბოლოს მომენტებში უშვებს შეცდომებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ სერიალში ყველა უშვებს შეცდომებს, ამიტომ არ უშავს. არა, როგორ არ უშავს, უშავს. მაგრამ არაფერი რო თქვა რომ გამორჩეულად რამე ისეთი გააკეთა, რაც სხვა პერსონაჟები მაგდონის სისასტიკეს არ გააკეთებდნენ, ვაფშე არა. ასე რომ დავიწყეთ. მძიმე დანაშაული. მესამე სეზონის მესამე სერია. IFT 3-2-1 დავიწყეთ. ისე სერიოზულად ნორმალური იდეები გამოელიათ უკვე სათაურისთვის. IFT იქცალკე რაც მექსიკური ესპანური სათაურები. მეტი კიდევ დამისხი. ფრთხილად, სენიორ. დღეს ცხელა მანქანაში ზედმეტი ზეთია. შეიძლება მანქანა დაზიანდეს. მსოფლიოში ორი ტიპის ადამიანები არსებობენ. ისინი, ვინც სვამენ და ისინი, ვინც ასხავენ. მოკეტე და დაასხი. ვაუ. ეს უხეშად გამიგივიდა. კაცძალიან, ეს თუ რამ ხელა სიგარეტია. თქვენ ორნი. დიახ თქვენ. ზუსტად თქვენნაირი ვიყავი. სიბინძურეში ვმუშაობდი, სანამ ხელები არ დამისისხლიანდებოდა. მაგრამ ასე აღარაა, იმიტომ რომ ვისწავლე, ადამიანი წყურვილს ვერასოდეს მოიკლავს. წყლის რიგში დგომით. მოусმინე მას. მას შეუძლია რაღაც გასწავლოს. ეი, ბოს, როგორ ხარ? კარგია რომ გნახე, მეგობარო, არასოდეს მიფიქრია ასეთი მოაზროვნე თუ ვიყავი. ფიქრობ, წიგნი ხომ არ დავწერო. საინტერესოა, ამ ხალხს კიდე გვაჩვენებენ. რამ ჩამოგიყვანა ამ გადაკარგულ ქალაქში? ვიცოდი რომ აქ გიპოვიდი. რაიმეს ჩამოსვლას ელოდები? შეტაკება ახლოსაა რა? დიდი ხანია ტორტუგამ შესაძლოა თავიდან ნელა დაიწყოს. მაგრამ ის ყოველთვის პირველი ამთავრებს, ხო ვიცი? ტორტუგა. მომწონს შენი საუბარი, ტორტუგა. ესე იგი, ეს ტიპი ხო? ვიცი, მაგრამ ერთი თვისება აქვს. ისინი ჩანჩქერივით მოედინება. ახლა მოვწვი რა გვაჩვენებენ ამას. მოგონებებს. ისეთი სულელი ვარ, შენი დაბადების დღე გამორჩა.
უკოსაც ხარ ნახავთ შემთხვევით არა მოგონებებში. თავს აშინლად ვწნობ ისეთ ცუდად რომ ამ გადაკარგულში ჩამოვედის საჩუქრის მოსაცემა და იქნებ მაგიტომ მოგონეს სასიმანე რომ მე მოგონებებში ყოჩვენა. კარგი რა ბოს სიბნელეების გავლის აუცილებლობა არაა დაივიწყე მე ეს მინდოდა უკანაა შენთვის იქ კი წამოდი გამომყევი ვაიმესკუ შვენიერია ნამდვილად მოგწონს მე ის მიყვარს რა დიდებული შინაური ცხოველი მეყოლება მადლობა ბოს დიდებულად მიგასიკვდილებენ შენ შინაურ ცხოველთან ერთად მოდი ასე დავაწყო საწყალიკუ დიდი მოსაუბრისათვის ო ანუ ეს უკვე ის მომენტი იყო საწყალი კაცი გახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ მოვიდნენ просто თავი მოაჭრეს ვაიმე ეს პიცა მერთოჩი ეს პიცა მიგახდება ვარტყო გახდება რა უკვე იქნება და ვოლტი ძრება მაგის ჩამოსახდება და ეს ტიპის ანუ ხო ეს ის მომენტიდანაა ფიქრობ სოლ გუდმენისათვის ამის ცოდნა არაა საჭირო გეფიცები დაწუნებული ხართ რომ არაა საჭირო Holy. Skylers უფრო ბოსტონს ეს სიმღერა ვიდრე ბავშვს. საღლიშვილი. ახალ დააყრე ეგრევე. ახლავე პატარა. გამარჯობა. ვოლტ, სახლში ხარ? კი? გამარჯობა სკაილერ. ეს მე ვარ. რა? აქ რა ჯანდაბას აკეთებ? დავბრუნდი. არა, შენ არ დაბრუნებულ ხარ, ვოლტ. შენ არ დავბრუნდი. განაგლია ნახეთ. ეს ჩემი სახლია სკაილერ. არა. ვაუ. ერჩები საუბარი დამთავრებულია. ჩვენ შეთანხმება გვაქვს. მე არაფერზე არ დაგთანხმები ვარ. მის მინდა უბრალოდ შემოდი და დავილაპარაკოთ, კარგი? არა, არაფერია სასაუბრო. სანამ შენ არ წახვალ, არ შემოვალ. ბავშვი რომ ყავს მანდ. კარგი? როგორც გინდა. ვოლტ? ნახეთ რა დამპალია. შედი ახლა და ეს არაფერი შენც კიდე. რაკჭერს. სკაილერ, მე ყველა უფლება მაქვს ვიყო აქ. არა, შენ არ გაქვს. შენ აქ აღარ ცხოვრობ. ეს ვოლტი მთელი სეზონი მე ყველა უფლება მაქვს, მე ყველა უფლება მაქვს. ახლავე თუ არ წახვალ, აქედან პოლიციაში დავრეკავ.
მართლა და აი ტელეფონი. ვაუ. ვოთ. მე მგონი ამ სეზონში ვოლტი უფრო მომეწონება ვიდრე წინა ორში. ფრეკა. ალბუკერკის პოლიციის განყოფილება ოპერატორი ნომერი 314 რით შემიძლია დაგეხმაროთ? ალბუკერკის პოლიციის განყოფილება რით შემიძლია დაგეხმაროთ? დიახ, მე მინდა დარღვევის შესახებ გამცნოთ თუ შეიძლება. არა, ეს ზუსტად ეს შიდა საკითხია. კარგი. მაკავშირებენ. გეფიცები ვეტყვი. ეტყვი არა. რაც გინდა ის გააკეთეს ხაილე. ეს ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. ამის გარეშე არაფერი მაქვს დასაკარგი. მშვენიერი. დიახ, ჩემი სახელია სკაილერ ვაიტი. პოლიციის თანამშრომელი მინდა რომ ახლავე ჩემს სახლში გამოვიდეს. ჩემი მომავალი ყოფილი ქმარი სახლში შემოვიდეს. მომავალი ყოფილი ქმარი. მინდა რომ პოლიციის ანუ ხო, ჯერ ხوار გაცილებულან და მომავალი ყოფილი ქმარი. ნომერი 308 ნეგრა არაიოს ქუჩა. წარმოვიდგენია პოლიციის სახე, როცა ეტყოდა ჩემი მომავალი ყოფილი ქმარიო. მადლობა. იმიტომ რომ თავიდან ვერც ვერ მივხვდი. ნუ რას იზამბობთ? არ მეგონა თუ ეტყოდა სიმართლე გითხრათ. ახლა ის დრო გვაქვს მანამდე. ნუ მიდი ახლა თქვი რამე. ხავცი რო არ გინდა ამის გაკეთება. ფაქტობრივად სკაილერი ვოლტის საქციელებს იმეორებს პირველ ორ სეზონში. იცის რომ ცუდად იქცევა, არასწორად, მაგრამ მაინც იქცევა ასე. მამა სახლშია? მამა სახლშია. შვილო. უკვე დაინახა, მეთქი ვიზე იკითხა. როგორ ხარ? დაბრუნდი? ანუ იცის რომ არასწორად იქცევა, მაგრამ ასე მალე რატომ დაბრუნდი? ოჯახისთვის აკეთებს ამას. არა, ადრე. ვოლტის გარშე. ჰეი. ძალიან ხშია. ყველის ტოსტერ ასე თქვი, მინდა? ვოლტერ, მე და მამა შენ სასაუბრო გვაქვს. როდესაც შენი სენდვიჩი მზად იქნება, ოთახში ამოგიტან. დედა, ეს ვერ მოიცდის. დიდი ხანია მამა არ მინახავს. ვოლტერ, ვაფშე გინახავს. სკოლაში რა ხდება, ყველაფერი კარგადაა, ხო, საშინაო დავალება? რაღაც სისულელე. ახლა წარმოვიდგენია პოლიციელი რო შემოდის და ასეთი სურათი რო ხდება. სკაილერის მომავალი ყოფილი ქმარი ჩვეულებრივად ზის და სადილობს შვილთან ერთად. გამარჯობა ქალბატონო, წესრიგის დარღვევის თაობაზე დაგვირეკეს. აქ უფრო უკანონო შემოჭრის შემთხვევა, ეს მე ვიყავი. რა? მამას გამო პოლიციაში დარეკე? მე ვიყავი, ანუ მე დავრეკეო. მეთქი რა? საწყურიდან რომ დაუბრუნდი, სახლში იყო ის. უბრალოდ სახლში დაბრუნდა, მას წასვლობთ ხოვე და არ მომისმინა. ნუ ფლინი ვოლტუმსროსი ბოდიშით. უბრალოდ გააფრენ სამის მერე. მინდა რომ წავიდეს. მინდა რომ ამ სახლიდან წავიდეს. კარგით, მისის ვაით, რამოდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ, მნიშვნელოვანია რომ გულახდილად უპასუხოთ. დაგარტყათ? არა. დაურტყამს თქვენთვის ოდესმე. არა, მე ძალადობის გამო არ დამირეკავს. უკანონო შემოჭრაზე დავდაგე. მისი აქ ყოფნა. და ახლა რა თქმა უნდა ეტყვიან რომ უფლება აქვს აქ იყოს. უკანონო შემოჭრა, განქორწინებულები ხართ? არა.
ესე იგი გქონდა ბოლო საქმეს უფლება. სასამართლოს საბუთი არ გვაქვს თუ ამას გულისხმობთ, მაგრამ 2 კვირაა ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. საკეტი გამოუცვალე. ჯერ მარტო 2 კვირა გავიდა? კარის შემომდროვა არ ითვლება? სახლის სახელზეა ქალბატონო. ორივეს თანამფლობელები. ნუ კაი. ჩვენ ვერ დავაკავებთ კაცს, რომელიც თავის სახლში ნამდვილად, მადლობა. სასამართლოს მიერ დადასტურებული. მით უმეტეს თუ თქვენ ან ბავშვებს არ გერჩით. არა, ფიზიკურად არა. მაგრამ ის რომ სახლში ეს კარგი არაა. მაპატიეთ. მე თვითონ ძვირფასო მე ავიყვან. მოდი აქ, მოდი. არა, პოლიციელები, ქშია? რა თქმა უნდა, შოკში იქნებიან ამის მერე. უკაცრავად სადვიღავით. უთანხმოება. აუ, ჩემ. ბოლოს არც ისე ყურადღებიანი ქმარი ვიყავი. ფაქტია. დიახ. მისის ვაით. ხომ არ ჯობს ცოტა ხანს გარეთ გავიდეთ? მისის ვაიტი ბოგკალავს. არა. როგორც ულტმა გალანცე გუში. წინასწარიაში პოლიციელი უნდა დამეხმაროთ. შესაძლოა მან კანონი დაარღვია და თქვენ ამის შესახებ იცით. ნებისმიერი რამ ცილიც კი უბრალოდ მითხარით. არაფერს არ ეთქვის. შემიძლია ამაზე ვიმუშაო. და ეს მისი სახლიდან გაგდების საფუძველი გახდება. ყველაფერი დედას ბრალია. ის არც კი ამბობს რა გააკეთა და რაშია დამნაშავე. ვაუ. მას არაფერი გაუკეთებია, არ ვიცი რატომ იქცევა ასე. მამა ჩემი, ის ძალიან კარგი კაცია. არა. შვილო, ეს დედა შენის ბრალი არაა. მისის ვაი. მართალია. ამ შემთხვევაში უკაცრავად მე. ფლინი არ არის მართალი. აღემატება. თქვენი მეუღლის სახლიდან გაგდება, არ შეგვიძლია შემდეგ ჯერზე, როდესაც სიტუაცია კონტროლს არ დაექვემდებარება ამ ნომერზე დარეკეთ. ეს ოჯახური პრობლემების ცხელი ხაზია. ქორწინების კონსულტანტს ვატყობ ვოლტუმცროს და სკაის სერიოზული ჯგუფი ექნება ამის მერე. მადლობა ოფიცერო, წუხვარ. ნუ, რაღაც მხრივ სამართლიანია სკაი ვოლტის გამოდარეკა პოლიციაში, ფლინმა სკაიზე თქვა. ნუ ადანაშაულებ დედას. ბოდიში. კეთილი იყოს შენი დაბრუნება სახლში. ეს სულ გავდა მილოცვას სიმართლე გითხრათ. ესეც ჯესი თავის ახალ სახლში. რა კაია, ერთდროულად ფაქტობრივად დაიბრუნეს ვოლტმას და ჯესიმაც სახლები. ის ცხოვრობს. შვენივრად მოწყობილ ხარ, შვილო. კაქტუსი. არ გეტყობა რომ ბედნიერი ხარ ჩემი დანახვით. მადლობა. საინტერესო დიზაინია. მინიმალიზმის მოყვარული არ ვარ, მაგრამ არა უშავს. სოლი მაგარი კაცია. არა. მიხარია რომ ასე ხშირად აჩვენებელი უკვე. მესამე სეზონში. კარგი, ვდარდობდი რომ არ დარეკე, ვიფიქრე ძველ ჩვევებს დაუბრუნდი. ხვდები რამდენად სულელურია საკუთარი ადვოკატის ზარებს რომ არ პასუხობ? ხომ შეიძლება პოლიციის შემოვარდნის შესახებ უნდა გაგაფრთხილო? მაშინ რას იზამ? რატომ არ მეკითხები აქ რატომ ვარ? საკმარისია გისმენ. გახსოვს ის დღე, როდესაც გთხოვე რომ შენს პარტნიორთან აღედგინა ურთიერთობა. როდესაც მინდოდა რომ ისევ გაგეშვათ გემის ამოგზაუროთ. მე არ გთავაზობთ რომ ისევ შენ მოამზადო. გულისხმობ რომ შენ რეაბილიტაცია გაიარე და ასე შემდეგ. მე მხოლოდ მინდა რომ შევწარეული დაარწმუნო ამაში. აბა რა სიტყვი? აჰა, რა თქმა უნდა. კარგი, ანუ დაურეკავ?
არა ბატონო. მოვიფიქრებ. ახლა კი შეგიძლია წახვიდე. გთხოვ, ერთსაც გეტყვი. ამ ადგილს შეხედე. შენი სახლიც არიელია. მაესტროს თუ დაითანხმებ, მეც ვალში არ დაგრჩები. დაურეკე მას. დაურეკე. ნუ სიმართლე გითხრათ აი ეს არ მომწონს რომ აწვევიან რომ ისე ამ საქმეს დაუბრუნდნენ და სხვა შეისწავლება შეიზრდის ჯესი სამწუხაროდ იმიტომ რომ ისე უხდებოდა მაგრამ როგორც ჩანს თავის პრაიმს უბრუნდება რაიმეს მოყიდვას თუ აპირებ აგაღად დარეკო თუ მაგარი ტიპი ხარ დატოვე შეტყობინება სიგნალის შემდეგ ო ეს ჰენკია შრეიდერი გისმენთ? დიახ, სერ. რა ხდება? მართლა? მაგარი ამბავია, მადლობა. კი, აუცილებლად, შეგიძლიათ მენდო. ეი, მისმინე კიდევ ერთხელ მადლობა, სერ. ვაფასებ რომ ტყუილად არ ხართ. მადლობა. მეტყვი რა ხდება თუ როგორ? რა ახალი ამბავია? მარკეტერმა დაარეკა რამოდენიმე ნაცნობთან ელ პასო უკან მიხმობს. ოჰო, ესე გიგია. ეს ფანტასტიკურია. მადლობა. რა? რა ხდება? გამარჯობა. არ თქვათ ახლა რა? არ თქვათ ახლა რომ მოკლეს ხალი. აჰა. დაბრუნეს ესე იგი სახლში. ისე თუ ჰექტორი არის ტუკოს ბიძა და ესენი არიან ბიძაშვილები, ანუ გამოდის რომ ამათი მამაა ჰექტორი, ასევე კომპიუტერი ჭდება. მაგაზე კი არ მიფიქრია ისე. გუსტავო აქ მიიყვანეს თუ იქ რა? იქ არის საინტერესოა, ესე იგი კავშირი აქვს მაგასთან. გამარჯობა ჯენტლმენებო. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მადლობა რომ მოხვედით. საზღვარზე რაიმე პრობლემა ხომ არ ყოფილა იმ დღეს, როდესაც საზღვარს ვერ გადავკვეთ, ჩემი პენსიაზე გასვლის დღე იქნება. გთხოვთ. ბოდიშს ვიხდი რომ სავარძლის ამოსასვლელი არაა.
ბოდიშს გიხდით გუსტავო. რა თქმა უნდა თქვენ უნდა გაეფრთხილებინეთ. ეს თქვენი ტერიტორიაა და უფლება გაქვთ შეკვეთა დალოცოთ. მაგრამ თქვენ მიზეზი არ გქონდათ შეშფოთებისათვის. რა თქმა უნდა, ანუ თქვენ კავშირი გაქვთ ჰეიზენბერგთან. მე მას ამ სახელით არ ვიცნობ, მაგრამ კი, მე საიდუმლო არ მაქვს და ყოველთვის ვაწარმოებდი საქმეს ადგილობრივ მე წარმოებაში. მას მაგ სახელით არ ვიცნობ სხვათა შორის და თქვა რომ ნამდვილი სახელი იცის. ჩვენ ჯერ კიდევ ერთად ვაკეთებთ ფულს. ეს ჩვენ ურთიერთობაზე არასოდეს ასახულა. დონ სალამანკას ძმისშვილი ყავდა ტიკო. დიახ, მე ვიცნობ მას. რა? ტიკო. მე ვიცნობ მას. დონ სალამანკას გეცოდინება, მან ტუკო აღზარდა ამ ბიზნესისათვის. ტუკო შვილი ვითყავდა. როდესაც დონ სალამანკა შეუძლოდ გახდა ტუკოული და მას და მის საქმესაც ისაკეთებდა. ის მთავარი ამ ადამიანი დონ სალამანკა ეს კაცია? აბა ჰექტორი ქვიაო. ის სანდო იყო. ეს ჰეიზენბერგი ვოლტერ ვაიტი ის ვოლტერ ვაიტი. ტუკოს მომწოდებელი იყო. ანუ ხო მან იცის. ტუკოს არ უღალატა. ახლა კი არა, უკაცრავად მან ტუკოს არ უღალატა. ტუკოს ძმისშვილი აქა. მათ შურისძიების უფლება აქვს. სალამანკას ოჯახი, მთელი კარტელი, ყველა მხარდამხარ. დონ სალამანკა, ჯენტლმენებო, ვიზიარებ თქვენს დანაკარგს. მიიღეთ ჩემი თანაგრძნობა, მე პრობლემა არ მაქვს, თქვენ გაქვთ შურისძიების უფლება. მაგრამ ამ ეტაპზე მე ამ კაცთან საქმეს ვაწარმოებ. როდესაც საქმეს დავამთავრებ, საქმეს აღარ აწარმოებ, დამთავრებულია უკვე. მანამდე კი ის მე ცოცხალი მჭირდება. დამჯერე ახლა. მაპატიე, გვაპატიეთ. მე არ გასწავლი როგორ შეწვა ქათამი გუსტავო. ჩემი ორგანიზაციის საკითხების გადაჭრა მე უნდა დამიტოვოთ. ჩემს საკუთარ ტერიტორიაზე მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, და მათ ვურჩევ რომ მოთმინება მოიკრიბონ, მაგრამ გირჩევ რომ მალე დაამთავრო საქმე ამ კაცთან. ან დიდი შანსი გვაქვს რომ შენ საინტერესოა რომ ზუკო საინტერესოა გასი აზევა ზუკო რა მათქმევიდან საინტერესოა რომ გასი ისინი ჩვენ არ აკვლევინებს ვოლსან ბიზნესი დასრულო აშკარად კიდევ უნდა რომ გააგრძელოს თვითონ და მე მგონი უკვე იცის როგორ დაითანხმოს ვოლტი ისე შემოკვლად იგივდა მაშინ თუ გინდა რომ რამე მომყიდო აქ აღარ დარეკვა თუ რაღაცა რეკავ სიგნალის შემდეგ ჯესი ჯენის ხის გაგონება უნდა ისე ესეც ვოლტი სკაილერი ჩვეულებრივად ეწევა როგორც ადრე იმიტომ ფეხცი მეტრო იყო ვერ მოწევდა სამღერი ნახევარი ჰქონდა მოწეული როგორც მე მახსოვს კომოდის არა სკაილერი აი ვუყურებ ხოლმე და მომენტებში მართლა ძალიან სხვანაირი არის რაც ბავშვი გააჩინა რა თქმა უნდა სხვანაირი იქნება მაგრამ ყველაფერი კარგად არის
უკვე მიჩვეული ვიყავი ისეთ Skylers. დიდი მუცელი რო ქონდა. ახლა ასეთ გამხდარს რო ხედავ, ცოტა სკაილერ უჩვეულია. დახმარება გინდა? ვოლტ. ხო. ნუ ცდილობს, ვოლტი ცდილობს. სკაილერ შემიძლია აბაზანა გამოვიყენო. მე მგონი მაგას ნებართვა არ ჭირდება. ღმერთო. რა? ვოლტ, რა? რას გულისხმობ? შენი ნების გარეშე? დიახ. რა თქმა უნდა, ჩემი ნების გარეშე. ის უბრალოდ დაბრუნდა და მას განქორწინება არ უნდა, ფიქრიც არ უნდა. პოლიციაში დავრეკე. ნუ მე მგონი მას შემთხვევაში ვერაფერს ვიზამთ. ანუ თუ ერთ-ერთ მეუღლეს არ უნდა განქორწინება, როგორც მე ვიცი, განქორწინება არ მოხდება. სკაილერ, მე ვერ მოგცემ რჩევას თუ ყველაფერს არ მეტყვი. გაიგე, მე საიდუმლოების შენახვის შესახებ კანონი მაკავებს. შენი ნებართვის გარეშე ვერაფერს ვერ ვიტყვი ვერსენ. არალეგალური ქმედების შემთხვევაშიც. რა თქმა უნდა, არალეგალური შემთხვევაშიც. მე ადვოკატი ვარ და არა პოლიციელი. ჩემი საქმე შენი დაცვა. მაგარი ჯიგარი ადვოკატები გვყავს ამ სერიალში სხვათა შორის. ჩემი ქმარი მეთანოლს ამზადებს. ამზადებდა. უკვე აღარ. შენი ქმარი ნარკოდილერია? წარმოებელი, ისინი მას ხარშვას ეძახიან. ინტერნეტში ვნახე. ეს ჩემი რჩევაა და ის უნდა გაითვალისწინო. დაუყოვნებლივ გაშორდე ქმარს. მადლობა. წავიდე პოლიციაში და მოუყო ის, რაც მითხარი. სასამართლოში წავალ და საბუთს გამოვართმევ. თუ მოგიახლოვდებათ, შენა შენ შვილებს მაშინვე ციხეში ჩასვამ. კითხვები არ იქნება. ეს ადვილი არაა. ვოლტი მაგას არის. შენი ოჯახისათვის საუკეთესო ვარიანტია. მადლობა ადვოკატო. არ შემიძლია. ამას ვერ გავაკეთე. არ მინდა რომ ჩემმა ბიჭმა გაიგოს მამამისის კრიმინალობის შესახებ. ეს ხო მამამისი ამას მე ვერ გავუკეთებ, მაგრამ შვილმა მხოლოდ თქვენგან არ შეიძლება გაიგოს. ნარკოდილერებს ხანდახან იჭერენ. ვოლტს ფილტვის კი გვაქვს. მისმა მკურნალობამ ცოტა წლები მოუმეტა, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ ადრე თუ გვიან ვერ ხვდები რატომ უნდა დავამძიმო ამით ოჯახი. როდესაც ცოტა ხანში შესაძლოა ყველაფერი თავისით დავაგდო. მიჯერჯერობით რთული სათქმელია. მე რა ანუ ნიძვალი Skylers წავედით? რას აპირებს? აქ რას ვაკეთებთ? რას იზნავს? ოპა, დამშვიდე, ეს ისეთი ადგილია დანას რომ გაგიყრიან. ჩილიში უნდა დავსულიყავით. მეცხრე კი შემჩნიე, მაგრამ სხვა რამეს ვერ ლაპარაკობდი და ვერ გავაანალიზე. მათ ყვავილოვანი ნიორი აქვთ. წარეზე რა სიტყვი? ეს მწარე მგონი უკვე ვიღაცამ ჭამა ელ პასოში როდის ბრუნდები. სანამ ჩავლაგდები, სანამ საქმეებს გადავაბარებ, ალბათ ერთ ან ორ კვირაში. ერთ ან ორ კვირაში? კარგი, რა მეგობარო, მე შენს ადგილას ვიჩქარებდი. აქაც ყველაფერი წყნარად არაა. რაზე საუბრობ? საშინელი სიწყნარეა. საპირფარეშოში გავალ. ახლა კიდე. არა,
აშკარად ჰენკზე ძალიან იმოქმედა იმ ტუკოს ამბავმა. ის ორი იქ. ვფიქრობ მარიხუანა აქვთ. მეგობრა რო აქ ბარმენსაც კი აქვს. მართალია. კარგი, რასაკეთებ? პოლიციაში ვრეკა. ჩვენ ორი ამათ ვერ ავიყვანთ? კარგი რა მეგობრა, თავაზიანობისათვის ვრეკა. იქნებ საკონტროლო შესყიდვა აქვთ. ნუ ამ ორს შეიძლება აიყვანთ, მაგრამ იქნებ ყველა არის შეკრული. დღეს შენიხდი. დღეს შევიხდი, კაი იყო. სად მიდიხარ? საპირფარეშოში. ღმერთო, ექიმთან წადი. ჰენკ. ადექი. პრობლემა გაქვს, ზაღლიშვილო. შენიშლა. ოჰოჰო. საღოლ. ოხჩი. ოჰო. საღოლ ჰენკ. კაი, ეს იმედია მოგლავ. ფედერალური განყოფილება არ გაინძრეთ. კი, ახლა იცით რა შევიცვალე აზრი. და ჩემ პარტნიორს უთხარი. სრულიად შესაძლებელი. სრულიად შესაძლებელია რომ ყველა იგასიგვდილოთ აქ. ვაუ, საღოლ ჰენკ. ნუ პრინციპში ტუკოს კი დაახალა კარგად შულში ტყვია, მაგრამ ეგ სხვა არის, ახლა სად ტყვია და სად ხელჩართული ბრძოლა. ორი ერთზე თან. ნუ ერთი ორზე რა. ჰენკი რო იყო ერთი მარტო. აუჩი. აუჩი. ბოდიშით. თქვენ აკრიფეთ ნომერი 1494985. გამრთულია. არ ვიცი რა, ვაუ, ეს მაგარია. არა, სერიოზულად უნდა შევავაწყო იმ ლამაზი კადრების აქზე ეს ვიდეო. სერიოზულად. სერიოზულად ჩესი. გახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ. ნუ, რავი, სოლს უნდა რა დაბრუნებულიყო, გასს უნდა. აი, ვოლტს და ჯესის როგორც იქნა არ უნდათ, მაგრამ მაინც. ნუ, სკაილერ. მოხვალ კონცერტ თუ არა?
როცა სახლიდან აპირებს წასვლას. აუ, არა რა. სკაილერ. შეგვიძლია დავილაპარაკოთ. ასეთის მერე ჩემი სულ გადაირია ვოლტი. რამდენიმე მილიონი გიძახებენ. დაახვედრა იატაკზე და ასეთი სახით სკაილერ. ჩვენ ბარში შეგვიძლია დავილაპარაკოთ. მე დახმარების გამოსაძახებლად წავედი. შენ მათ თვალს ადევნებდი და თავს დაგესხნელი. მაგრამ არ მithქვამს, რომ იარაღის კამის ქვეშ დატოვე. საშინელება გავაკეთე. მაგრამ ეს კარგი მიზეზით გავაკეთე. ეს ჩვენთვის იყო საჭირო. ეს კოლეჯის ფულია ვოლტერ ჯუნიორისათვის და ჰოლისათვის. 18 წლის შემდეგ. ეს ჯანმრთელობის დაზღვევაა შენთვის და ჩვენი შვილებისათვის. ჯუნიორის ფიზიოთერაპიისათვის. ეს ფულია პროდუქტებისათვის. გაზისათვის, დაბადების დღეებისა და სკოლის დამთავრების აღსანიშნავად. ნუ ხო, რამდენიმე მილიონი როცა გაქვს. სკაილერის ფული იმისათვისაა, რომ მარტივი დასახარჯია, რა თქმა უნდა. სესხის დასაფარად, რომლის დაბადებას შენ სკაილერი უნდა ხდებოდეს და დიდი ალბათობით ხდება კიდეც, რომ ცუდი მიზეზით ამას ალიზანდა. ეს ფული მე არ მომიპარავს. არავის ეკ მე ის გამოვიმუშავე. ნუ კი, სამართლიანად გამოიმუშავა. სანამ სალამანკები დაადგებიან თავზე და ეს მაგრამ ფულს კი არ მოთხოვენ სალამანკები. და სხვა მხრივ გასი დაიცავს და იგა. ეს ჩემი პრობლემაა და მე მათთან ერთად უნდა ვიცხოვრო. სკაილერ. ყველაფერი რაც გავაკეთე. ყველა მსხვერპლი რაც ოჯახისთვის გავიღე. ეს ყველაფერი არაფერი იქნება თუ შენ ამას არ აიღებ. ნუ, ახლა სკაილერს თუ შეეშინდება და ბაკონჩი არ აიღებს, კიდე გავუგებ. მე აქ ვიქნები, როცა სამსახურიდან დაბრუნდები. მაგრამ რავი, შეგიძლია პასუხი მერე გამცე. ესე იგი პასუხს მერე გასცემს, გასაგებია. ოუ, ჩემი სკაილერი. რა სახით იგულება თან? გამარჯობა სკაი. გაგიმარჯოს. კიდევ ერთხელ გითხავს შვილებზე, მაშინ წინა სერიაში რო ელაპარაკებოდა ოჯახზე, რა ვიცი მე. რატომ გააკეთა ეს? რა? რა? ყავას მიირთმევ?
ეს ანგარიშები მართლა კარგია მომწონს როგორც გამოიყურება რა კარგი, ბავშვები სახლში არიან? ეს აუ შენი ეს გაიდებილი ვარ რა რატო რა просто რატო გამარჯობა მისის ვაით გამარჯობა ლუის მადლობა რომ სადილად დამპატიჟეთ კი დაგპატიჟეს მაგრამ კაი რა სკაიდერ მაინც სადილს ვამზადებ შემწვარი ხორცი აუ შენი გაბიჟდები ახლა პოდიშით ხალხო მიუხედავად გაფრთხილებებისა ხანდახან მაინც მირეკავენ ხოლმე ვიდეოების გადაღების დროს ცუდად ვიდეოს კამერა ახლა მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რაღაც 3 წუთი გვაქვს დარჩენილი 3-2-1 გავაგრძელეთ დავასრულეთ შეგიძლია მე უცებრად ვინიმსმენდა. გადასარევად. უკეთესად ვიდრე შემდგომია. მშვენიერია. იმედია წინააღმდეგი არ ხარ რომ ლუისი სადილად დარჩება ჩვენთან. მადლობის სათქმელად დავპატიჟე მას ხომ ჯუნიორის სკოლაში დაყავდა. ჩვენ გვერდით არ ვიყავით და ლუისი მას ძალიან დაეხმარა. კი? ნუ სკაიდერ, მოდი ახლა შენ ნუ გექნება პრეტენზია. მე თქვა რომ დილას მშვენივრად ვისაუბრეთ. და შენს გადაწყვეტილებას ველი. რა თქმა უნდა, როცა მზად იქნები. ასე გონია ეტყვის პირდაპირ. კარგია, ხომ ეს თან არის. ნუ ერთად არ არიან, მაგრამ სკაიდერმა შეიძლება უთხრას კიდეც. სკაიდერ ტეტთან ვიწი. ბიჭებო, სადილი მზადაა? ცივი ჩაი? კი. კარგი. ლუის? მადლობა. კარგი. მინდა რომ ორივე სალათი ჭამოთ, კარგი? კარგი. ვიცი რომ სალათი არავის მოსწონს, მაგრამ სასარგებლოა. მადლობა. ნუ გახმოვანებულია აჭარა. არ ვიცი. აი ეს ეს მაგარი დამპლობა იყო რა. რაც სკაიდერმა გააკეთა. აქამდე ვამართლებდი, იმიტომ რომ მაინც ერიდებოდა, რადგან ვოლტი ასეთ საქმეს აკეთებდა, მაგრამ აი ეს ტეტთან რატომ აი კარგი ქმარს გაცილდება, ანუ პრინციპში, მაგრამ არც გაცილებული საქმეა. ჯერ კიდევ ცოქმარი არიან. ეს მაქსიმალურად არ მომეწონა ეს ნაბიჯი. როგორც სკაიდერმა გადადგა, მაგრამ არ ვიცი რა ვთქვა. ეს ბოლო 5 წუთის სერიის, რა თქმა უნდა, შოკი იყო.
ნუ ტეტთან სიმართლე აი წინა სეზონში ვამბობდი რომ ტეტთან პრეტენზია მექნებოდა თუ ამას გააკეთებდა მაგრამ ამ წუთას აი მე ვიგულისხმის რომ თუ ტედი დაიწყებდა მიწოვას რომ სკაილერთან ყოფნა ენდომებოდა იმიტომ რომ დასაწყისში ეგრე ჩანდა მაგრამ არა სკაილერმა დაიწყო ყველაფერი ნუ სამაგიეროს უხდის ხო არ ვიცი ეს უკვე მე მგონი უკვე დროა რომ სკაილერმაც აი ვოლტმან და ჯესიმ ხო წარმოაჩინეს მაშინ თავი მაქსიმალურად უარყოფითი მხრიდან მომენტებში პირველ ორ სეზონში ჯესიმ უფრო პირველ სეზონში და ვოლტმა უფრო მეორეში ახლა დროა სკაილერიც დავინახოთ უარყოფითი მხრიდან და თან ამას არ ვიცი ისეთი შთაბეჭდილება მაქვს თითქოს და ამას უფრო იმიტომ აკეთებს რომ ვოლტს სამაგიერო გადაუხადოს და ახლა ვოლტს შეუძლია ტესტს დაურეკოს და უთქითხოს თქვენ შორის რამე მოხდა და იმანაც სიმართლე თქვას კი მოხდაო და ვოლტი გაგიჟდეს მაგის გამო მაგრამ არ ვიცი არა ამ სექციას ვერ გავამართლებ შეიძლება ვთქვა რომ ნაწილობრივ ვგებ სკაილერის ჰეითერებს მაგრამ ვნახავთ თუ უარესისკენ წავიდა მაშინ ხო მაგრამ ნახოთ რა მოხდება და ჯესი რა თქმა უნდა თავის ბიზნესში ნუ შეიძლება ეს გახდეს ზუსტად ვოლტის ბიზნესში დაბრუნების მიზეზი რომ სკაილერმა უღალატა წავა სახლიდან ახლა თავისი ნებით და ეს რომ მოხდეს საწოდავი ვოლტუმცროსი და შეუერთდება ჯესის ისევ განაგრძობენ ბიზნესს არა და მაქსიმალურად არ მინდოდა რომ ესე არ ვიცი ხა რამდენადაც არ უნდა არ მინდოდეს ფაქტია ვოლტი და ჯესი ისევ დაბრუნდებიან ისევ ერთი გუნდი გახდებიან მაგაზე ორი აზრიც არ არსებობს ახლა რავი სამი სეზონი არ გქონდეს დარჩენილი კიდე არ ვიტყოდი მაგას მაგრამ მესამე მეოთხე სამი სეზონი გვაქვს დარჩენილი კიდევ და უნდა წარმოაჩინოთ თავი მაგათმა ზოგადად ხო ნუ კაი სერია იყო რა ნორმალური კაი ახლა დაგემშვიდობებით იმიტომ რომ მეტის ლაპარაკის თავი არ მაქვს იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო და ლაიქეთ თუ მოგეწონათ გამოიწერეთ ჩემი არხი დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარისხი ლайკი მადლობა ყველას ნახავთ შემდეგ ვიდეოში ის უბრალოდ საუკეთესო დღეს კარგად ბრძანდებოდეთ